2022 წელს, მაშინ როცა ეს ვიდეო გადავიღე, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ერთ დღესაც YouTube-ზე ავტვირთავდი. ამიტომ სამწუხაროდ ამ ვიდეოს YouTube-ისთვის დამახასიათებელი ფორმატი არ იქნება. თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვინც ნეპალში ანაპურნის საბაზო ბანაკამდე ასვლას გადაწყვეტენ, მგონია, რომ ეს ვიდეო საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო იქნება. ანაპურნამდე გზა ქალაქ პოქარიდან იწყება. იქ ჩავჯექი ავტობუსში და რამდენიმე საათში პირდაპირ ბირეტანტის ჩეკპოინტს მივადექი. აქ კატმანდუში აღებული სალაშქრო ნებართვა შემიმოწმეს და ჩემი მონაცემები ჩაინიშნეს. მომდევნო დღეებში ასეთი ჩეკპოინტი კიდევ რამდენიმე ადგილას შემხვდა. ასე აკონტროლებენ მოლაშქრეების უსაფრთხოებას. თუ დაიკარგებით, ან გზაში რამე დაგემართებათ, ძებნას დაგიწყებენ. ჩეკპოინტიდან ძალიან მალე უკვე სამანქანო გზა სრულდება. ამ გზის დასასრულს ქვის კიბეები შეგხვდებათ. სწორედ აქედან იწყება ყველაზე რთული თავგადასავალი. გზის ნახევარზე მეტი სწორედ კიბეებია. ესაა სოფლებს შორის დამაკავშირებელი მთავარი გზა. ანაპურნა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალთა სიაში მე-10 ადგილს იკავებს. თავად ბანაკის სიმაღლე 4130 მეტრია, რომლის დაფარვასაც რამდენიმე დღე სჭირდება. მე არ სადმე ჩქარებოდა, არც გიდი მყავდა, არც პორტერი, ამიტომ ვცდილობდი, რომ ყველა საინტერესო ადგილი მენახა და თუ სადმე დარჩენა მომინდებოდა, დავრჩენილიყავი. თუმცა როცა სხვა ტურისტებს შევხვდი, მივხვდი, რომ გიდისა და პორტერის ყოლას თავისი პლუსიც აქვს. მაგალითად, ძალიან რთულია მათ გარეშე იპოვა ადგილი დასაძინებლად, როცა სეზონზე ყველაფერი გადავსებულია. ნეპალში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვე ოქტომბერია. ამ დროს ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ამ ქვეყანაში და თითქმის ყველა სალაშქრო ბილიკი სავსეა. ამ დღეს გავიცანი ნეპალელი მამაშვილი. მამა იყო ერთ-ერთი ტურისტის გიდი, ხოლო შვილი პორტერი. ამ ადამიანების უანგარო სიკეთის დამსახურებით თავშესაფრის მოძებნა ყველა სოფელში არ დამჭირვებია. ჩემთვისაც ზუსტად ისე ჯავშნიდნენ საწოლს, როგორც თავიანთი ტურისტისთვის, თან ისე რომ ჩემთვის ერთი თეთრიც არ გამოურთმევიათ. ამას გარდა 2 დღის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით. მე დავრჩი იმ სოფელში, სადაც ვიყავი, თვითონ კი წავიდნენ და წინ ყოველთვის სოფლებში ჩემს სახელზე დაჯავშნილი მხვდებოდა ხოლმე საწოლი. იცოდნენ, რომ მე ზუსტად იმ გზას გავდიოდი, რასაც ისინი. ყველა სოფელში შეგხვდებათ დასარჩენი, ეგრეთ წოდებული tea-house-ები. ამ tea-house-ებში შეგიძლიათ გამოიძინოთ, ივახშმოთ, ისაუზმოთ და ეს ყველაფერი დაახლოებით $10 დაგიჯდებათ. თუმცა რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღლადი ხართ, ყველაფერი უფრო ძვირდება. მათ შორის მობილურის დატენაც კი ფასიანი ხდება. ასევე წყალი, ცხელი და რა თქმა უნდა, Wi-Fi. მეორე დღეს სიარულის დაწყებიდან დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ თავი გორეპანში ამოყავი. იმ საღამოს გადავწყვიტე, რომ პუნჰილი მენახა. გეგმა ეგეთია. იღვიძებთ გამთენიისას 4 საათზე, იწყებთ კიბეებზე ასვლას და არ ჩერდებით, ვიდრე პუნჰილზე არ ახვალთ. შუა გზაში ჩეკპოინტია, სადაც 150 ნეპალური რუპია გადავიხადე, რაც დაახლოებით $1.14 იყო და სვლა გავაგრძელე. ეს გორა 3120 მეტრზე მდებარეობს. სულ რაღაც 1.4 კილომეტრითაა დაშორებული გორეპანს, თუმცა კიბეების გამო 1 საათი ან საათნახევარი მაინც გჭირდებათ ასაღწევად. ღამით ძალიან ცივა, ამიტომ თერმული ტანსაცმელი და სალაშქრო ჯოხები აქაც თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება. პუნჰილიდან 360 გრადუსითაა გადაშლილი ხედი. აქედან ჩანს ანაპურნის სამხრეთი კალთა და სხვა თოვლიანი მწვერვალები. გორაზე ღია პატარა ჯიხურიც, სადაც შეგიძლიათ ცხელი ჩაი ან ყავა იყიდოთ. პუნჰილიდან დაბრუნების შემდეგ საუზმობას და თადაპანისკენ წასვლას ვგეგმავდი. მაგრამ იმდენად მომეწონა გორეპანი და იმდენად მჭირდებოდა დასვენება, რომ უკან დაბრუნებულმა გადავწყვიტე ერთი დღით გორეპანში დავრჩენილიყავი, სადაც გემრიელად შევჭამდი ნეპალურ დალბატს და საკუთარ თავს განტვირთვის დღეს ვაჩუქებდი. tea-house-ებში, ანუ ამ პატარა სასტუმროებში გადახდის საინტერესო სისტემა აქვთ. ბლანკზე უთითებენ თქვენი ოთახის ნომერს და თითოეულ შეკვეთას ამ ბლანკზევე ინიშნავენ. იხდით მაშინ, როცა სასტუმროდან წასვლას დააპირებთ. წინასწარ ათანხმებთ, რას შეჭამთ და რომელ საათზე. ამ tea-house-ში ცხელი წყალი ფასიანი იყო, თუმცა Wi-Fi და ჩარჯერები უფასოდ აგვხდა.
ხანდახან ჩვენობით ფორმას იმიტომ ვიყენებ საუბრისას, რომ კი მარტო ვიყავი, თუმცა ამ ტრეილზე სრულიად მარტო ვერაფრით ვერ იქნებით. როგორც გითხარით, ეს სეზონი გადატვირთულია და ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდებით და გაიცნობთ. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ გორეპანი ნეპალურად თურმე ცხენის წყალს ნიშნავს. მეოთხე დღეს გორეპანიდან გზა ტუილესკენ გავაგრძელე. სოფლებს შორის 11 კილომეტრია, რომლის დაფარვასაც 5-7 საათი სჭირდება. რადგან გორეპანში 2 ღამით დავრჩი, ბევრად უფრო მხნედ და ენერგიულად დავიწყე სიარული. სოფლიდან სოფლამდე გზა ხშირად იცვლება. ხან ტყეში ხართ, ხან მდინარის პირს მიუყვებით, ხან ალპურ ზონაში გადადიხართ. დასასვენებლად შეგიძლიათ რომელიმე რესტორანთან შეჩერდეთ. ზოგადად 2-3 საათში ერთხელ აუცილებლად მიადგებით პატარა tea-house-ს და სასაუზმეს. ამ გზაზე ჩემი საყვარელი სასმელი ცხელი ჩაია, სტანდარტულად ნეპალურად თაფლით, ჯინჯერით და ლიმონით. ამ სასტუმროს უმშვენიერესი ეზო ჰქონდა, თუმცა თვითონ ოთახი იყო ძალიან პატარა და ბნელი. ამ ოთახის საფასური 200 ნეპალური რუპია, ანუ $1 და 52 ცენტი იყო. ერთი სიტყვით, ჰიმალაების სოფლებში საჭმელი და წყალი უფრო ძვირია, ვიდრე ოთახი, სადაც ღამეს ათენებ. ამ დღეს ჯამურად $20 და 10 ცენტი გადავიხადე. ამაში შედის დაძინება, საუზმე, სადილი და ვახშამი. სანამ ტუილედან წამოვიდოდი, უკვე ვიცოდი, რომ ქვემო სინუაში ჩემს ნეპალელ მამაშვილს უკვე ჩემთვის ოთახი ჰქონდათ დაჯავშნილი. შესაბამისად, თავდაპირველი გეგმა სინუაში ასვლა იყო. ჩემს tea-house, რომელიც დამიჯავშნეს, კალპანა ჰქვია. გადავწყვიტე, რომ რუკაზე მომენიშნა და ისე მივსულიყავი. ბევრი საათის შემდეგ დაღლილმა ერთ-ერთ სოფელში აბრაზე სასტუმროს სახელი რომ წავიკითხე, მერე გარშემო რომ მიმოვიხედე და ჯადოსნური ხედი რომ დავინახე, ჩანთა მოვიხსენი და ჩემი ოთახის მოკითხვა დავიწყე. აქ აღმოვაჩინე, რომ ფლობელს 2 სასტუმრო აქვს, ერთი ჩომრონგში და მეორე ქვემო სინუაში, რომელიც ჩემი ოთახის ფანჯრიდან მოჩანდა. სინუაში ასვლაზე აღარც მიფიქრია, იმდენად მოვიხიბლი ამ სოფლით, რომ გადავწყვიტე მომდევნო დღესაც დავრჩენილიყავი. ამ სოფელში ჩემ და გასაკვირად გერმანული საცხობი აღმოვაჩინე, სადაც ფუნთუშეულობასა და გემრიელ ყავას ყიდდნენ. ამ სასტუმროში დამხვდა ცხელი შხაპი, რომელიც სადღაც 76 ცენტი დამიჯდა და ასევე აქ პირველად გადავიხადე ფული Wi-Fi-ში, რაც საშუალოდ $2-მდე დამიჯდა. ანაპურნის საბაზო ბანაკამდე რამდენიმე მარშრუტი მიდის. ჩომრონგამდე არის ერთი სოფელი ჯინუდანდა. თუ კი ამ სოფლიდან დაიწყებთ ფეხით სვლას, მაშინ დაახლოებით 75-70 კილომეტრის გავლა მოგიწევთ წინ და უკან. ხოლო თუ კი ჩემს მარშრუტს გაყვებით, სადღაც 100-115 კილომეტრის გავლა მოგიწევთ. ჩემი მომდევნო გაჩერება დეურალი იყო. მანძილი სოფლებს შორის 14 კილომეტრია. ვიცოდი, რომ საკმაოდ გრძელი გზის გავლა მომიწევდა, ამიტომ tea-house-დან გამთენიისას გამოვედი. დასაწყისში კვლავ უამრავი კიბეა. ჯერ დაღმართი და შემდეგ გაუთავებელი აღმართი. ფეხები საშინლად მტკიოდა. არ გეგონოთ, რომ ასეთ ლაშქრობებში გამოწვრთნილი ვიყავი.
დეურალიში უკვე ძალიან ცივა. ამიტომ აუცილებლად თბილად უნდა გეცვათ. მეგონა რომ 10 საათიანი სიარულის შემდეგ ძალიან გამიჭირდებოდა. თუმცა გამთენიისას 5 საათზე ისე გავიღვიძე, რომ საერთოდ არაფერი მაწუხებდა. გზა ABC-სკენ გავაგრძელე. ანაპურნა უკვე ძალიან ახლოვდებოდა. დილით ძალიან ციოდა, ამიტომ გზადნაყიდი ნაქსოვი ქუდი დავიფარე, ცხვრების გავლას დაველოდე და გზა ანაპურნის საბაზო ბანაკისკენ გავაგრძელე. უცნაური შეგრძნება იმის გააზრება, რომ მიზანთან სულ რამდენიმე საათი გაშორებს. დეურალიდან ბაზამდე 7.7 კილომეტრია, რომლის დაფარვაც 4-5 საათშია შესაძლებელი. დიდად არაფერი იცვლება. კიბეებზე ისევ რუდუნებით ადიხარ, ჩანჩქერებზე ისევ ფრთხილად გადადიხარ და რამდენიმე წუთიანი სწორი ბილიკი თუ გამოჩნდა, ისევ ბავშვივით გიხარია. რამდენიმე საათში იქნებით ანაპურნის საბაზო ბანაკამდე. ბანაკზე თუ ბანაკში, მოკლედ. და ამაზე რა თქმა უნდა ტელევიზორში დავწერე, მაგრამ ნახო არ მიჯერა რომ შეიძლება და ცოტა მეტი მომაჩვენდა. მე 9 თუ მე8 დღეს ამოდიო და მოკლედ ნახოთ. ჯერ MBC-მდე მიდიხარ. ესაა მთა მაჩაპუჩრის, იმავე ფიშთეილის, ანუ თევზის კუდის საბაზო ბანაკი, რომელიც 3700 მეტრზე მდებარეობს. ეს სახელი ამ მთას თავისი ფორმის გამო შეერქვა. მწვერვალის სიმაღლე 6993 მეტრია და ოფიციალურად ჯერ არავის დაულაშქრავს. ნეპალელების რწმენით, ეს მთა მათი ღმერთის, შივას საცხოვრებელი, ამიტომ იქ ასვლის ნებართვას არავის აძლევენ. ანაპურნის საბაზო ბანაკი შორიდან დავინახე და ჩემზე ბედნიერი სამყაროში არავინ იყო. მართლა ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემთვის შეუძლებელი შევწელი. რა თქმა უნდა, საქართველოში ხშირად დავდიოდი სალაშქროდ, თუმცა სტანდარტულად მოლაშქრე არ ვარ. არც ინტენსიური ფიზიკური აქტივობით გამოვირჩევი, ამიტომ ამ ტრეკის ბოლომდე მიყვანა ჩემთვის ენით აღუწერელი ბედნიერება იყო. ღამით ძალიან ციოდა, თუმცა დილით როცა მზის ამოსვლა ვნახე, საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა. აქედან პოქარაში დასაბრუნებლად 2 დღე დამჭირდა. მომდევნო ღამით სინოვაში დავრჩი, ხოლო მე-10 დღეს უკვე ჯინუდანდამდე ჩავედი, იქ სხვა ტურისტებთან ერთად ჯიპი ვიქირავე და პოქარაში გავემგზავრე. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო დაგეხმარებათ. ასევე იმედი მაქვს, რომ ყველანი, ვისაც სურვილი გაგიჩნდათ აქ წასვლის, წახვალთ. და თუ ვინმე გეტყვით, რომ ვერ შეძლებთ, მინდა რომ ეს ვიდეო აჩვენოთ. მეც მეგონა, რომ ვერ შევძლებდი. მეგონა, რომ რომელიმე სოფლიდან უკან მიუბრუნდებოდი, მაგრამ მაინც ავედი. როცა რაღაც ძალიან გინდა და როცა რაღაცის ძალიან გჯერა, მგონია, რომ აუცილებლად გამოგივა.